მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. გაეროს გენერალურმა ანსამბლემ მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. საქართველოს რეზოლუციას სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. გაეროში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ანსამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტის მთავარი მიზანია განხილული იყოს იმ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მქონე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ეთნიკური წმენდის შედეგად. რეზოლუციის მიღებას შეფასებები მოყვა საქართველოში, როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. ვისაც მეგობრებად და პარტნიორებად გვთავაზობს, ეს რეჟიმი არც ერთი მათგანი არ უჭერს მხარს ამავე რეჟიმის პოზიციებს და არც ერთი მათგანი არ არის განწყობილი დადებითად საქართველოსადმი. არც ჩინეთი, არც ირანი, არც გაერთიანებული საამიროები, არც ინდოეთი, არც სერბეთი, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოები. ვინ დაუჭირა მხარი რეზოლუციას? საქართველოს ყველა იმ მეგობარმა, ვისაც ქართული ოცნების რეჟიმი ეცხმის თავს, მტრობს, ლანძღავს, აკრიტიკებს და აბრალებს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებას. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ქვეყნებმა, რომლებსაც მაკა ბოჭორიშვილის და კობახიძის პირით და არა მხოლოდ ოცნება ყოველდღიურად ლანძღავს და თავს ესხმის. მაგრამ ამის მიუხედავად ეს პარტნიორები, საქართველოს პარტნიორები და საქართველოს მეგობრები არიან. ამ ჩინეთმა მხარი რო არ დაუჭირა საქართველოს მხარდაჭერ რეზოლუციას, ამაზე კითხვას მაინც დასვამენ? მაგრამ აი რო ლანძღავენ ჩვენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, პარტნიორებს და რო აბრალებენ სამარცხვინოდ, რომ ომში გვითრევენ, რომ მტრები არიან თურმე საქართველოსი, აი ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულობას უჭერენ მხარს. ეს დადასტურდა ზუსტად აი ამ რეზოლუციით, იცით რომ 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ამ რეზოლუციას ყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ყავს 107 მხარდამჭერი. მნიშვნელოვანი ასევე თავშეკავებულთა რაოდენობის სტაბილურად დატოვება. საჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანი არის ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ სამწუხაროდ ის იმედები, რაც საერთაშორისო სამართლის მიმართ, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის ჰქონდა, დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის. ვინაიდან ხედავთ, რომ სამწუხაროდ გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტების გადასაწყვეტად, მაგრამ მეორეს მხრივ თავად ინდივიდუალურად სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დევნილების სახში დაბრუნების საკითხი. 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 8 ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. ინფორმაცია 15 პირის დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი. საპროცესო შეთანხმების პირობა 3 წლიანი პირობითი მსჯავრი იქნება. შეთანხმება საბოლოოდ სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები დარბაზიდან განთავისუფლებიან. პროცესზე ბრალდება არ აღიარეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდა 6 პირი. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ინტერესებს იცავდნენ და ბრძოლას ციხიდან გააგრძელებენ. მე ვიცავ გოჩა ყატაშვილის ინტერესებს. მართლაც რომ დამაფიქრებელია, რა თქმა უნდა, ეს შემოთავაზება საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ არის ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვება. საქმეში დევს ერთადერთი კადრები, არაფერს არ აზიანებს, არაფერს არ ამტრევს, არავის არაფერს ზიანს არ აყენებს, უბრალოდ გადადის პრეზიდენტის სასახლის ეზოში. მე ვიცავ ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესებს, ჩვენ მიმართეთ ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შესაბამისად მივიღეთ თანხმობა და გავაფორმეთ შემდეგი პირობითი სასჯელი 3 წლის გამოსაცდელი ვადით. კონსტანტინე კოკაიას ნამდვილად შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება 3 წელი სრულად პირობით მოხდით. კონსტანტინე კოკაიას მოტივი იმასთან დაკავშირებით, რატომ არ აღიარებს ბრალს, მე არ მინდა რომ სხვა ბრალდებულებმა, რომლებიც უკვე აღიარეს წარდგენილი ბრალი, ცუდად გაიგონ, არამედ უბრალოდ კონსტანტინე კოკაიას პოზიცია, როგორც ერთი ადამიანის პოზიცია არის ის, რომ ის უნდა იყოს მართალი პირველ რიგში საკუთარ თავთან, ოჯახთან და შემდგომ უკვე თავის სამშობლოსთან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია
მარტივია ის აღიარებას არ მიიჩნევს სწორ გადაწყვეტილებად. გერმანელ სასამართლო პროცესზე რვა ბრალდებულმა სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება თავის სრულად დამნაშავედ და ასევე უდაოდ მიიჩნია მტკიცებულებები. მათ ასევე განცხადებით ჰქონდათ მომართული ჩვენთვის და შესაბამისად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ რვა პირის მიმართ გამოიყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით. რაც შეეხება სხვა პირებს. პროკურატურის პოზიცია ასეთი, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მოგმართავს განცხადებით, რომ მას გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ მზად ვართ, რომ მასთან ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. იმ დარჩენილმა 7 პირმა, რომელთაც სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თავს არ ცნობენ დამნაშავედ, შესაბამისად მათთან რა თქმა უნდა არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუმცა თუ შეიცვლიან პოზიციას, თუ ნამდვილად აღიარებენ ბრალს და ასევე თავს ცნობენ დამნაშავედ თლიან ბრალდებაში იმ ორ ეპიზოდში, რადგან წარდგენილი, ანუ ჯგუფურ ძალაობაში, მონაწილეობაში და ასევე პრეზიდენტის სასამართლოს ხელში ჩაგდების ცდილობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მათთანაც განვიხილოთ, მიუხედავად იმის, რომ დღეს უარ განაცხადეს საპროცესო შეთანხმების საკითხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ზებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო. სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. იგი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა და 260 ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ჩაის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი უკვე მეოთხე წელია იმართება და მასში სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად არიან ჩართულები. ჩაის ფესტივალი წელსა ჩაის კრეფის სეზონსა და სასკოლო არდადეგების დაწყებას დაამთხვეს სოფელ ლიხაურში და ტრადიციისამებ ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმში შეიკრიბნენ. ჩაი გერმანული, ჩაი ბრიტანული, ზოგადად ევროპული და რა თქმა უნდა გურული ჩაი და ესთეტურად გაწყობილი მაგიდები სტუმართა ყურადღებას იქცევდა. ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები კი თითოეულ სუფრასთან საინტერესო კონცეფციით და ისტორიით მასპინძლობდნენ. გვიყვებოდნენ ჩვენი კუთხისა და ევროპული ქვეყნების ტრადიციებს ჩაის კულტურასთან მიმართებაში. მე წარმოვადგენ გერმანიის ჩაის კულტურას. ჩაი ძალიან დიდი ტრადიცია აქვს და ამ ტრადიციას წარმოვადგენ ჩვენ თავისი გემრიელობებით და თავისი სხვადასხვა ჩაით. ამ ეტაპზე შავი და ხილის როგორც ცივი გამაგრილებელი ჩაი. გერმანია ავირჩიე, იმიტომ რომ მე მრავალი წელი მოღვაწეობდი გერმანიაში, იქ დავამთავრე უნივერსიტეტი და ჩემს ბავშვებთან ერთად ვაკეთებ, სწავლობ გერმანულს და ვეცნობით გერმანულ კულტურას და ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, მეტწილად ბავშვების ნამუშევარია, თავიანთი არჩეული და გამომცხვარი დამზადებული. ამიტომ ეს ჩაის ფესტივალის ტრადიცია ლიხაურში უკვე მრავალი წელი არის და მეც მიხარია, რომ წელს პირველად ვარ წარმოდგენილები და მადლობა ყველა ორგანიზატორს, ძალიან სასიამოვნო პროცესია ამაზე მუშაობა. გვაქვს მრავალი სახეობის ჩაი.
გვაქვს კენკრა, ლაიმის, ინგლისური, ასევე გვაქვს ფრანგული ჩაი, შემოქმედის ჩაი, შავი ჩაი, ვარდის ჩაი და ასევე გვაქვს ჩვენი კლასელი სახლის ჩაი. ყველა არის უნიკალური და ყველა საჭირო გაკეთებული არის ჩვენ სახლში ჩვენი ხელით. მთელი სკოლა ერთად შევიკრიბეთ, ესე რომ ვთქვათ, ისა მოხდა ეს შეხვედრა, თან წელი მთავრდება სასწავლო წელი, ესე რომ ვთქვათ, სახალისოა, ინიციატივას აძლევს ყველა ბავშვი, მომავალ წელსაც გააკეთო რაღაცა, ერთად მუშაო, რა თქმა უნდა, კლასელები ერთად მუშაობთ, ერთად გავაკეთეთ და რა ყველაფერი მოგიტანეთ სიყვარული. ჩვენ პირველად წარმოვადგინეთ ინგლისური ჩაი. და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამის საშუალება მოგვეცა. ინგლისური ჩაი ძირითადად ისმევა ძესთან ერთად. ჩვენი მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო. ერთგვარი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ძალიან საინტერესო და ამავდროულად ბევრი გამოცდილება მივიღეთ. ინგლისურ ჩაის ასევე აქვს სამკურნალო თვისებები და თქვენ წინაშე არის წარმოდგენილი მრავალფეროვანი სახის ჩაი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გურული ჩაის კულტურა, ძველებური და ახალი ევროპული კულტურა ერთდროულად წარმოგვეჩინა და გვაქვს წარმოდგენილი გურული ჩაი, სახლში დამზადებული, როგორც მწვანე, ისე ხილის და შავი ჩაი, კლასიკური და გვაქვს უფრო ევროპული სუფრა, ასე რომ ვთქვათ, და ქართულიც, ტრადიციულიც, რა თქმა უნდა. უკვე 3 წელია ესეთი კულტურული ღონისძიებები გვაქვს ხოლმე აქ და აი ძალიან საინტერესოა ის პროცესი, სანამ აქამდე მოვალთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრ გამოცდილებას ვიღებთ და ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას ვიგებთ ამა თუ იმ რაღაცაზე, იმიტომ რომ იქამდე ჩვენ გურული სუფრაზეც ვქონდა, გურულ ჩაიზე მეორეჯერ გვაქვს უკვე, ჯანჯუხაზეც ვქონდა ღონისძიებები, ამიტომაც ძალიან საინტერესო. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გურული ქალი და ჩაი არის განუყოფელი ამბავი. მეც მახსოვს ეს ჩაის კრეფა, ბებია ჩემი იყოს ახანოველი და 3 ფოთოლზე მოკრეფილი ჩაის გემოც მახსოვს შესანიშნავად. ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს გემო გავაცოცხლოთ ყოველთვის. არასოდეს არ მოვიტანოთ უხარისხო ჩაი, მოუძებნოთ ის ადამიანები, რომლებიც ამზადებენ ჩაის და ჩაის სმა გახდეს, ამბების მოყოლა, ხუმრობა, სიმღერა, საერთოდ შედგეს ახალი ურთიერთობები და ხომ იცით ტექნოლოგიების საუკუნეში გაუცხოდა ძალიან საზოგადოება და ეს არის ის დღე, როდესაც ყველანი ვართ ერთად, ყველაფერი გვაქვს საერთო და მხოლოდ აი პოზიტივი იგრძნობა ყველგან. და მიხარია რომ ჩვენმა სკოლამ დაიწყო ის შემოვიდა პირველად ამ ინიციატივით. არასოდეს არ ვიტყვით თუ არს ამ ღონისძიებაზე, ველოდებით ყველა სტუმარს, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ტკბილ გემრიელ გალემოში. უკვე ეს იქნება ტრადიცია ყველა ივნისის დასაწყისში. აქ არის სხვადასხვა გურული ჩაი, მის ისტორია, ბრიტანული ჩაი, გერმანული ჩაი და რაღაცა. ჩაი და მისი კულტურა. ის ნამცხვარი იქნება, ქართული ხაჭაპური იქნება, გერმანული ნამცხვარი თუ რაღაცა და თან როგორი თემა იცი? ხომ ყველა ვიკრიბებით და ერთმანეთს ვაწვდით სითბოს და სიყვარულს. თან სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს სწავლობთ. ანუ ისტორია ფინჯანში. გურულიც, ბრიტანულიც, გერმანულიც და დაგვემატება სხვადასხვა ქვეყნები. ღონისძიება სახალხო სოფლის დღესასწაულთან ერთად სალონური დატვირთვა ჰქონდა, რადგან სასიამოვნო საუბრებთან ერთად მოვისმინეთ როგორც სიმღერები ჩაიზე, ასევე ვიოლინოს თანხლებით შესრულებული ევროპული მელოდიები. იყო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა და რა თქმა უნდა გულწრფელი, გულღია ურთიერთობები, მოკითხვა, სუფრებთან წარმოდგენილი ჩაისა და ნახელაობების დაგემოვნება, რომელიც საინტერესო და შინაარსიანად იყო შემოთავაზებული. როგორც ამ დღის ორგანიზატორმა გვითხრა, ჩაის ფესტივალი კვლავაც გაგრძელდება და მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. ეს ფესტივალი პირველი არ არის ამ სკოლისთვის. უკვე ვატარებთ მე-4 ფესტივალს. დავიწყეთ ჯანჯუხის ფესტივალი, ქონდა მერე ჩაის ფესტივალი, მერე ისე შემოდგომის ფესტივალი და ეს არის მე-4 ფესტივალი, რასაც ატარებს ჯერ სასკოლო ღონისძიება და ხელმძღვანელობს კლუბი ექვთიმე, რომელიც არის სკოლასთან დაარსებული ეს და უკვე ფუნქციონირებს 2 წელია.
და გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩაის ფესტივალი მოგვეწყო, იმიტომ რომ რაღაც დღესასწაული ყოფილიყო ჩვენთვის და ჩვენი ისტორიის ნაწილიც გახდა ჩაი და ჩაი არის ისეთი რაღაც ფინჯანს საისან ისტორიაზე ისაუბრებ, რაღაცებს გაიხსენებ და რაღაც მოგზაურობა წარსულში და დღესასწაულის არის, რომელსაც საკუთარ თავს უწყობ ადამიანიც. და აი ესე გადავწყვიტეთ, რომ წლის ბოლოს გაგვეკეთებინა ესეთი ზეიმი მოგვეწყოს. ოზურგეთის ნომერ 2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა დაწყებითი კლასის დამთავრება საზეიმოდ აღნიშნეს და საინტერესო წარმოდგენა შემოგთავაზეს. მე-4 კლასთან და საყვარელ მასწავლებლებთან გამოთხოვება განსაკუთრებულად აღნიშნეს მეორე საჯაროს მე-4 კლასელებმა. ცეკვა, სიმღერა, მოგონებები და სამადლობელი ერთმანეთს ენაცვლებოდა. კულტურის ცენტრის სცენაზე მდგომი პატარები ხმა ბავშვობას დაემშვიდობდნენ და თამამი ნაბიჯებით, ლაღა და მხიარულად ახალ ბედნიერ და შინაარსიან სამყაროში შეაბიჯეს. ღონისძიებას განსაკუთრებულობა პედაგოგებისა და მშობლების ჩართულობა მათმა საინტერესო ნომრებმა შესძინა. დღეს შედგა ხიარული და ცოტა სევდიანიც, რომელიც ბედნიერი მომავლის იმედით იყო სავსე. კიდევ ერთი საინტერესო და ისტორიული ფურცელი ჩაიწერა მეორე სკოლის ისტორიაში. გავაცილეთ მე-4 კლასელები, რომლებმაც 2021-25 სასწავლო წელში გატარებული ლამაზი და სასიამოვნო სასწავლო წლების გამო ძალიან კარგი მუსიკალურ, ლიტერატურული, ქორეოგრაფიული კომპოზიცია გვაჩვენეს, რა იქნებოდა რომ მართლაც რა იქნებოდა რომ არ ყოფილიყო ეს ბავშვები. ჩვენ ამ ბავშვების გარეშე არაფერი არ ვიქნებოდი. მადლობა ამ ბავშვებს დღევანდელ დღეს გამომჟღავნებული მრავალმხრივი ინტერესისადმი, მრავალმხრივი უჭიერებისადმი და მადლობა მშობლებს, რომ ჩვენ ესეთი არაჩვეულებრივი მოქალაქეები გვაჩუქეს. მეორე საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს მინდა ბედნიერი მომავალი უსურვო. ასეთი ლაღები, მხიარული და ბედნიერები იყვნენ მომავალში და ჩვენი საქართველოს, ჩვენი მომავლის იმედად არაჩვეულებრივი დღე გვაჩუქეს და მინდა სულ დალოცულები გაამყოფონ და აი ესეთნაირად ვიტყოდი, რომ ყველა ოზურგეთში, ყველა მე-4 კლასელს მიულოცავდი 4 კლასის დამთავრებას და ლამაზად ვიტყოდი, რომ მოდი იარონ, ამინ. ბედნიერება მათ და მომავალი ყველაფერი საუკეთესო. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალ ოზურგეთში მზიანი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი. ჩოხატაურშიც მზიანი ამინდია ნავარაუდევი და 27 გრადუსი. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ ყველაზე მაღალი ტემპერატურა 28 გრადუსი დაფიქსირდება. გადავიდეთ საკურორტო ზონებზე. ურეკში მზედა 24 გრადუსი იქნება. ბახმაროში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი და ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება. ხვალ დედაქალაქში ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +28 გრადუსი. ეს გახდა ჩემხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. გურის ახალი ამბების აუდიო ვერსიას რადიო გურიაზე მოისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ.